მართველი გუნდი მორიგი გამარჯვებისთვის მზად არის. ოპოზიციის კრიზისი კი კიდევ უფრო ღრმავდება. ამის დასტურია იდეა შემდეგი ფორმულირებით: არც ბოიკოტი და აღარც არჩევნები. კახა ყაელძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას რომ აპირებს, ეს მან პირველად იმედი ლაივში განაცხადა. ანუკი ჩხიკვაძეა პირდაპირ ეთერში. თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვით ადრე ქართული ოცნება მეათე გამარჯვებისთვის ემზადება. მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კახა ყაელძე იქნება. მოქმედმა მერმა არჩევნებში მონაწილეობა ტელეკომპანია იმედის ეთერში გუშინ დაადასტურა. ოფიციალურად მერობის კანდიდატს რამდენიმე დღეში წარადგენენ. კახა ყაელძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კარგად იცის ის ყველა საჭიროება და გამოწვევა, რაც დღეს დედაქალაქს აქვს. მასშტაბური პროექტების ავტორს წინ კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს. ამ გზაზე კი ქართული ხალხის გვერდით დგომის იმედი. ბევრი კარგი პროექტი იქნა განხორციელებული, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, სოფლებში, ქალაქებში. თუმცა ცხადია, არსებობს გამოწვევები, არსებობს პრობლემები. მე თბილისში ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო, იმიტომ რომ ყველა პრობლემა ვიცით, ყველა გამოწვევა ვიცით, თუ რა უნდა გაკეთდეს. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, ოპოზიციაზე არ მინდა ვისაუბრო. ასებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი ფორმით წარდგება, ვინ წარდგება, ვინ მიიღებს მონაწილეობას. თავარი არის ის, რომ ჩვენ უკვე მზადება დაწყებული გვაქვს არჩევნებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არასდროს კომუნიკაცია და კონტაქტი არ გაგვიწყვეტია ხალხთან და ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი სიძლიერე ჩვენი გუნდისა და ერთადერთი გუნდი, ვისაც რეალურად გააჩნია კონკრეტული ხედვა თუ რა უნდა გაკეთდეს პირობითად დედაქალაქში, თუ როგორ უნდა უპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ეს პრობლემების სახით არის წარმოდგენილი, ეს არის ქართული ოცნება. მაშინ როცა ქართული ოცნება მომავალი გამარჯვებისთვის ემზადება, გაურკვევლობა და აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში. კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები ურთიერთ ბრალდებებისა და აბსურდული იდეების წამოყენების რეჟიმში არიან. ხელისუფლების ოპონენტები ჯერ კიდევ მომხრეებს ეძებენ, ამასობაში კი არჩევნებამდე დარჩენილი დრო მცირდება. პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაუმართლებელია, თუმცა ამავე დროს პარტია ხალხისთვის მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ ვუერთდებით ბოიკოტს. სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი, რომელმაც ყველა დააბნია, მხოლოდ ანა დოლიძემ გაიგო, თანაც პირდაპირ და ერთ-ერთში გაიმეორა. თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვით ადრე გაურკვევლობა კულმინაციას აღწევს ოპოზიციაში. უკიდურეს კრიზისში შესული კოლექტიური ნაცმოძრაობა საერთო გადაწყვეტილებაზე ამ დრომდე ვერ შეჯერდა. მათ ვინც წაგება გაიაზრა, არჩევნებში მონაწილეობა გაუმართლებლად მიაჩნიათ. ნაწილი კი არარსებულ იმედებს ამ დრომდე ეჭიდება. ვიცით, ახლაც ჩვენ გველის უთანასწორო, მძიმე, რთული პროცესი, მაგრამ ჩვენ პოლიტიკაში ვართ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ. ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ რუსულ სპეცოპერაციაში, ვინ ითანამშრომლებს ქართულ ოცნებასთან, არის ჩვენთვის უკვე ნაკლებად რელევანტური. კოლექტიურ ნაცმოძრაობაში დაწყებული წინასაარჩევნო კრიზისი არ უკვირთ საპარლამენტო ოპოზიციაში. დარწმუნებულები არიან, რომ რადიკალების წინასაარჩევნო манипуляციებით ქართველი ხალხი არც ამჯერად მოტყუდება და არჩევნებზე მხარს, მშვიდობასა და სტაბილურობას დაუჭერენ. არ არსებობს საკითხი, რომელზეც შეიძლება ეს ხალხი გაერთიანდეს. საზოგადოება კარგად ხედავს, სად არის სიკეთე და სად არის ბოროტება, სად არის სუვერენიტეტის დაცვა და სად არის სუვერენიტეტის დაკარგვა. სად არის ოჯახური ღირებულებები, სად არის LGBT პროპაგანდა. შესაბამისად, არჩევანი როგორც 2024-ში, ასევე გაკეთდება 2025-ში თვითმმართველობის არჩევნების დროს. ოპონენტების გაურკვევლობა და манипуляციები არაფერს ცვლის მათთვის, ვინც არჩევნებისთვის მზადება დიდი ხნის წინ დაიწყო. ქართველ ამომრჩეველს, რომ ოპოზიციის სარსჯერა ამას მმართველ გუნდს გასული არჩევნების შედეგებით საჩვენებს. ახლა რადიკალებში კონკურენციას მხოლოდ პატრონებისგან წამოსული ფინანსები იწვევს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენ მზადება უკვე დიდი ხნის დაწყებული გვაქვს. 4-ვე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალით იმართება, ეგრეთ წოდებული Deep State-ის მიერ, თუმცა შიდა კონკურენცია არსებობს, ვინაიდან ყველა სურს რომ იყოს Deep State-ის ფავორიტი, ვინაიდან ფავორიტს აქვს უფრო მეტი დაფინანსება. არის დადგმული სპექტაკლი იმისათვის, რომ რაღაცნაირად გამიჯნონ, თითქოს ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძის პარტია ცალკე ძალებს წარმოადგენენ, ხოლო სპექტაკლის გარდა აქ ბუნებრივი პროცესიც მიმდინარეობს, შიდა კონკურენცია და შიდა დაპირისპირება სწორედ ამ ფავორიტობიდან გამომდინარე. იმისა მიუხედავად, რა კონფიგურაციით იქნებიან რადიკალები წარმოდგენილი, როგორც სცენარს დადგავს საბოლოოდ მათი პატრონი საქართველოში, იქნება ნაწილი გამიჯნული ამ პროცესისგან, იმისთვის რომ ხალხის თვალში კვლავ
აი ეს ხაზი გაესვას თითქოს არსებობენ მეორე ნაწილი შუაში სტური ძალები, რომელიც იღებენ მონაწილეობას ყველას, ვინც ქართულ ხალხს და ქართულ ოცნებას არჩევნებზე შეეცდება, რომ სათანადოდ დემოკრატიული პრინციპების დაცვით, ბუნებრივი არჩევნების გზით გარკვეული პაექრობა შესთავაზოს, ბუნებრივია მათ ელოდება ძალიან მძიმე მარცხი. თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია ოპოზიციის ბედი. საკუთარ წარმატებაში მტკიცედ დარწმუნებულია მმართველი პარტია, რომელიც 64-ვე მუნიციპალიტეტში ფსონს გამარჯვებას ედებს.